ჩაიფიქრეთ სიტუაცია. ნახოთ, როგორ განვითარდება თქვენი ჩაფიქრებული სიტუაცია. როგორ განვითარდება თქვენი ჩაფიქრებული სიტუაცია? რა ექნება შედეგი? როგორ განვითარდება თქვენი ჩაფიქრებული სიტუაცია? რა იქნება შედეგი? ავირჩიოთ ვარიანტი პირველი, მეორე. ნახოთ პირველი. ჩაფიქრებული სიტუაცია ძალიან კარგად განვითარდება. ამ მოცემულ სიტუაციაში, რაც არ ჩაგეფიქრებინათ, მნიშვნელოვანი არის თქვენი მოქმედება. თქვენ თუ იმოქმედებთ, თქვენ თუ ნაბიჯებს გადადგამთ, თქვენ თუ იბრძვით თქვენი ჩაფიქრებული სიტუაციისთვის, აუცილებლად განვითარდება. შედეგი იქნება ძალიან სასიხარულო. შეიძლება აღნიშნოთ მეგობრებთან ერთად, თქალებთან, ძმაკაცებთან, ან შეიძლება წვეულებაზე მოხვდეთ, აი ნებისმიერი ჩაფიქრებულ სიტუაციასთან დაკავშირებით შედეგი გექნებათ ძალიან კარგი. მეორე ვარიანტი. ჩაფიქრებულ სიტუაცია მეორე ვარიანტში განვითარდება სტაბილურად. თუ თქვენ ჩაიფიქრეთ საკუთარი თავის შესახებ რაიმე პრაქტიკებს ატარებთ ან რაღაც მასეთი მსგავს ჩაიფიქრეთ, გეტყვით, რომ საკუთარი თავის სიყვარულს ისწავლით, საკუთარი თავის დაფასებას, საკუთარი ფინანსების მოფრთხილებას და აი ძალიან კარგად განვითარდება ამ შემთხვევაში სიტუაცია. და რა იქნება შედეგი? შედეგი იქნება რაღაც სიტუაციების დასრულება და ახალ ეტაპზე გადასვლა. ანუ თქვენი თვითსიყვარული, თქვენი საკუთარი თავის დაფასება, გადაგიყვანთ ახალ ეტაპზე ცხოვრებაში, რაღაცები დასრულდება და რაღაცები ახალად დაიწყება. ანუ წინ მიდიხართ, წინ მიიწევთ, შეიძლება მოგზაურობაც გელოდებოდეთ, ასე რომ იმოქმედეთ მეგობრებო და ორივე ვარიანტი ძალიან კარგად განვითარდება.